დღეს ჩვენ ჩაგვიტარდა ღონისძიება გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი. შესაბამისად წარვადგინეთ სხვადასხვა პროექტები. უშუალოდ ჩვენი პროექტი ეხებოდა სახელი იყო ეკოსოფლის მაკეტი, სადაც მუშაობდით 3 ადამიანი და ასე ვთქვათ გამოვიყენეთ მეორადი მასალები, მეორადი ნივთები, რომლის საშუალებითაც შევძელით გამარჯვება ამ პროექტში. Piece of plastic exists in the universe forever. 400 years is too long a period for us. გარემოს დაცვის მნიშვნელობა ის არის, რომ ყოველი ადამიანი ვსუნთქავთ ჰაერს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ვნებს, როდესაც მაგალითად პლასმასის ნივთები და სხვა პოლიეთილენების ბოთლები გარემოს აბინძურებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ გარემო იმისათვის, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ თავსაც და ასე რომ ვთქვათ, როგორც ჩვენ ვიზრუნებთ ბუნებაზე და ბუნება იზრუნებს ჩვენს. პრობლემას, რომელიც ჩვენი მაკეტით გამოსახეთ, ეს არის გარემოს დაბინძურება. როგორც ვიცით, დღეს დედამიწაზე უკვე დაახლოებით 6 ხელოვნურად შექმნილი ნაგვის კუნძულია, რაც ცოცხალ ბუნებას, როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე საფრთხეს უქმნის არსებობაში. როგორც ახალგაზრდა თაობას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მიუხედავთ ამ პრობლემებს. I thank you for your wholehearted participation in the competition that we organized. Your wholehearted participation was very encouraging. And we are here to create some kind of an awareness because you are the generation which is going to take this forward responsibly. You are the ambassadors of the next generation. This is the time on the Environment Day that we create some awareness again so that we know the potential and the hazard of this pollution that is envisaged. ჩვენი პროექტის გაკეთების დროს ვიფიქრეთ რა რესურსები იყო ის რაც ყველაზე მეტად რა თქმა უნდა აწუხებდა ამ მომენტისთვის დედამიწას და მივედით წლევანდელი გარემოს დაცვის ყველაზე მნიშვნელოვან თემასთან, ანუ დანაგვიანებას, პლასმასის და ასეთი გადაუმუშავებელი ნივთიერებების, რომლებიც ძალიან აზიანებს ჩვენს მსოფლიოს. დედამიწა კიდევ მილიონობით წლები იარსებებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის თუ როგორ გაუფრთხილდებით მას, ამიტომ გვინდოდა ბავშვებისთვის გვეჩვენებინა, რომ უნდა იზრუნონ მასზე და რეალურად გაუფრთხილდნენ ამ მშვენიერებას. და მინდა ყველა ადამიანს მოუწოდო, რომ მიაქციონ ყურადღება იმას თუ რას ხარჯავენ და რისთვის აკეთებენ ამას, რეალურად გაიაზრონ რა საფრთხე შეუძლება მოუტანოს მას მსოფლიოს და შეეცადონ რომ თავისი მომავალი თაობისთვის იბრძოლონ. დღეს 5 ივნისია, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, მათ შორის საქართველოს. ჩვენმა კომპანიამ გამოაცხადა კონკურსი მაღალმთიანი აჭარის სკოლებისთვის. მათ მიეცათ დავალება მოამზადონ პროექტები მეორადი ნივთებისგან, ნარჩენებისგან. ამან ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ბავშვებში, იყო დიდი ჩართულობა, როგორც მასწავლებლების მხრიდან, ასევე მოსწავლეების მხრიდან. 20 სკოლამ შემოიტანა განაცხადი, ძალიან გაგვიჭირდა 3 გამარჯვებულის შერჩევა, თუმცა შევარჩიეთ ეს 3 გამარჯვებული და მათ გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები. ვფიქრობ, რომ მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით ეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება, ისინი კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების წარმოშობის შემცირება, მათი მეორადი გამოყენება, ამით ნაკლებ ზიანს მივაყენებთ გარემოს.